საქართველოს საპატრიარქოს დღეს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ უმასპინძლა. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ თეატერიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა, სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე და პროტოსვინგელოსი იერონიმე. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის დღეს მსოფლიო პატრიარქის ვიზიტზე ისაუბრა და მუგეშისთვის მათ მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. შეხვედრაზე დღესასწაულის მნიშვნელობასა და დელეგაციის წევრების მონაწილეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საჩუქრად ანაღიები და ჯვარი გადასცა. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მიიღო მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები, თეატრის დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა და სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე, ასევე პროტოსვინგელოსი იერონიმე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის არის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ეს ურთიერთობა გრძელდება. ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ მსოფლიო პატრიარქის უწმინდესის ბართლომეოსის ჩამობრძანებას ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს იყო დიდი თანადგომა და გამხნევება და ამ დღეებშიც მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ასეთივე თანადგომა გამოიჩინეს ჩვენი საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქი შიოს მიმართებაში თავიანთი ჩამობრძანებით და ხვალინდელ დღეს პირველ საზეიმო საპატრიარქო წირვაზე თანამწირველობით კათოლიკოს პატრიარქ შიოსთან ერთად.